საბას ხვიტარიძის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, თუმცა სანქცირებულ მოსამართლეს ეკავას ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია. ხვიტარიძის საქმეზე ის გადაწყვეტილებას გამოაცხადებს 27 დეკემბერს. მანამდე ვნახეთ ჩვენ გაძევებების სერია სასამართლოს ხდომის დარბაზიდან, რადგან ეკავა აძევებდა ყველას, ვინც გაიღიმებდა, გაიცინებდა, ან რაიმე რეპლიკა ექნებოდა სასამართლო დარბაზში. ეს რეპლიკები კი მოჰყვებოდა ხოლმე ან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის იურისტის კითხვას ხვიტარიძის მიმართ ან მოწმეების ჩვენებას, რადგან როგორც დარბაზში მყოფები ამბობენ, რეალურად რაც მოისმინეს ხდომათა დარბაზში იყო ფარსი, ეს მოწმეები იყვნენ ცრუ მოწმეები, არ იყვნენ რეალური დამკავებლები და შესაბამისად სიმართლეს არ ყვებოდნენ სასამართლო დარბაზში. ხდომათა დარბაზში მოსამართლეს სიტყვით მიმართა ხვიტარიძემ დეტალურად გაიხსენა, როგორ დააკავეს ის და ყვებოდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაზეც, როდესაც ერთ-ერთმა პოლიციელმა ჯერ ჩანთა ესროლა, შემდეგ დაეჯახა, ამის შემდეგ ზურგიდან კიდევ რამდენიმე პოლიციელი მივიდა მასთან და ფიზიკური ანგარიშსწორება დაიწყო, როგორც ხვიტარიძე ყვება, მას აღრჩობდნენ კიდეც და უკვე გონზე მაშინ მოვიდა, როდესაც უკვე დაკავების მანქანაში იყო გადაყვანილი. რაღაც შეშობია და იქიდან წავიდი, ცოტა ჩქარი ნაბიჯები, წავიდი იქიდან გამიგო რა ხდებოდა, ამ დროს იმ ჩოჩხოდიდან ერთ-ერთი პოლიციელი გამოვარდა, დამეტაკა და მესხის ჩანთას. სრულიად გაურკვეველი იყო რა მოხდა ჩემთვისაც, იმიტომ რომ საერთოდ ვერ ხვდებოდი, ანუ ეს პოლიციელი ჯერ აკო დამეტაკა, მერე ანუ ჩანთა საიდან ხონა, არ ვიცი, სულ ჩანთა მესროლა და ამ სროლის შემდეგ მოყვა უკვე უკან დამიჯია რამდენიმე პოლიციელი, უკვე დაიწყო ჩემი ცემა. ანუ ეს ადამიანი რომ დამეტაკა და მესროლა ჩანთა, ამ დროს მომვარდა უკვე პოლიცია უკნიდან, მოვარდა კიდე რამდენიმე პოლიციელი, რომელიც უბრალოდ თავში მიყავდნენ. ანუ ვერ მივხვდი რა ხდებოდა და ანუ ერთ-ერთი იმას ვიროდი რომ ანუ რა გინდათ გამიშვით მე ვერაფერი ვერ ვხვდი და უკვე ბოლოს ხელში მახშობდა ერთ-ერთი პოლიციელი მახშობდა და იქ კადრებში კარგად ჩანს ვიღაცა ეხვეწება რომ გაუშვით დაიხშო იმიტომ რომ უკვე ვიგუდებოდი და ვიქიშებოდი ანუ ამ ხელის საჭერით და ამ დროს უკვე შემაგდეს დაკავების მანქანაში ჩემთვის საერთოდ გაუგებარი იყო რა დამიჭირეს ანუ სად ყოფილიყო ამ დროს მე გადავშალეს პოზიციაში ტროტუარზე იკაჭებიშვი და ჩამდა რო ჩაახა პოლიციამ შოდიშ არა გასწრებას გაძლევთ მსგავს სამოძახილი იქნება დაგატოვებული თქვენ სად ყოფილიყო იქ 19 ნომერს საერთოდ ცხოველობა დაიწყო 19 ნომერზე შევხვდით ახლა 17 ნომერზეც აი მოვიძახე ფაქტობრივი გარემოებები გერევათ ერთმანეთში სხვა რაღაცებსაც აიჭირეთ ახლა შეიძლება აი ამ ის საფალები რომელსაც დავაბარდნეთ დაბაზე და მის ხოზე იყო კიდევ ერთი მომენტი ციცინო მე ვიცი რომ თქო там სასაცილოში ვარ და მაგრამ იყო ამა აკოვებელი ყოლება ცისავა ნაციზეს არის მართლა რა ეს არ იყო სასამართლო პროცესი, ეს იყო ცირკი, სწორედ ასეთი შთაბეჭდილებით დატოვეს ხდომათა დარბაზზე საბას ხვიტარიძის ოჯახის წევრებმა, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ხვიტარიძე ისჯება არა რაიმე კანონდარღვევის გამო, არამედ იმიტომ, რომ სამშობლოს სიყვარულის მიზნით ის იდგა აქციაზე, ოჯახი ამაყობს საბას ქმედებებით და სოლიდარობას უცხადებენ ისინი ყველა დაკავებულების ოჯახის წევრებს. მტკიცებულებები იყო ისეთი, რაც ფიზიკურად ვერაფერს ვერ დააბრალებდნენ და ვერაფერს ვერ გამოიტანდნენ. აქედან გამომდინარე პროკურატურამაც მოიტანა მტკიცებულება, რომელსაც ფიზიკურად არანაირი აზრი არ ქონდა საბასთან შეხებაში არ იყო საერთოდ, ჩემს ბავშვობაში არსებობდა ცირკი, რუსული ცირკი ჩამოდიოდა და ანალოგიური რუსული ცირკი იყო დღეს. ამაყი ვარ ჩემი შვილიშვილით და ნამდვილად თავდახრილი არ გავივლი, იმიტომ რომ ჩემი შვილიშვილი მოხდა ციხეში. პირიქით ამაყი ვარ რომ ის სამშობლოს იცავს, თავის მომავალს იცავს და ყველას მომავალს იცავს და ღმერთს ვთხოვ, ესეთი შვილიშვილი და ესეთი შვილები უმრავლოს საქართველოს. ნამდვილად ჩემი ძლია ვთქვა რომ ამაყი ბებია ვარ. მიხარია რომ საბას ბებია ვარ. საბას ხვიტარიძის საქმეში არ იყო არანაირი მტკიცებულება. ერთ-ერთი მტკიცებულება რაც საქმეში იყო, ეს იყო უკანონოდ შევსებული ოქმი, რაც არ უნდა არარეალურად დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის აძლევს განკარგულებას
რომ რაღაც კონკრეტული ვიდეომასალა მტკიცებულება მოიტანონ სასამართლო აცხადებს ტექნიკურ შესვენებას ტექნიკური შესვენების შემდეგ განახდა სხდომა ასევე განკარგულებას აძლევს შინაგან საქმეთა სამინისტროს რომ შუამდგომლობა დააყენონ შუამდგომლობა ამ ეტაპზე დაყენებას საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს ფუნქცია დავკარგეთ მსგავსი ტიპის საქმეებზე ადვოკატებმა რა ობიექტური მტკიცებულებაც არ უნდა წარმოადგინოთ რა სამართლებრივი შეფასებებიც არ უნდა გავაკეთოთ მნიშვნელობა არ აქვს მსგავსი ტიპის საქმეზე სასამართლო მაინც იღებს იმ გადაწყვეტილებას რასაც ფაქტიურად მათ შისის თხოვს საბას ხოიტარიძე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ახლა პატიმრობაშია და ზუსტად 3 დღეში სანქცირებული მოსამართლეც ეკავა გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ საქმეზე და აჯარიმებს თუ უბრალოდ სიტყვიერ გაფრთხილებით შემოიფარგლება.